სოფლიოში ირანული, ჩინური და რუსული გავლენების გასანადგურებლად ვაშინგტონის გეგმები სულ უფრო მკაფიო ხდება. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობა იზრდება და ისინი სრულად არიან მზად თეհრანის მხრიდან პოტენციურ თავდასხმებზე შესაბამისი პასუხის გასაცემად. პასუხი კი, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ბევრად მძლავრი იქნება, ვიდრე 2025 წლის ივნისში ჩატარებული ოპერაცია სახელწოდებით შუა ღამის ურა. სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით შესაძლოა ირანში დაწყებული ფართომასშტაბიანი პროტესტის ჩაცხრა, თუმცა ეს დროებითია და მომავალში კვლავ განახლდება, რადგან როგორც ამბობს, მოქმედი რეჟიმი არ იქნება მზად ძალაუფლების დასათმობად. თავდაცვისათვის რეგიონში საკმარისი ძალები გვჭირდება, თუნდაც საბაზისო დონეზე. თუ კი ირანის რეჟიმი გადაწყვეტს რეგიონში ჩვენ სამხედროებზე იერიშების მიტანას, პრეზიდენტი ყოველთვის იტოვებს პრევენციული ღონისძიებების გატარების უფლებას. თუ კი გვაქვს რეალური ნიშნები იმისა, რომ ისინი რეალურად გეგმავენ ჩვენ სამხედროებზე თავდასხმას, რეგიონში გვაქვს უსაფრთხოების შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის ისრაელთანაც. ვიმედოვნებ, არ მოგვიწევს დარტყმების განხორციელება, თუმცა ირანის მხრიდან ჩვენ სამხედრო პერსონალზე პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ გვაქვს შესაძლებლობა რეგიონში განმათავსოთ დამატებითი ძალები. მათ აქვთ ათასობით ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თავადვე შექმნეს ეკონომიკის სრული კოლაფსის მიუხედავად და განაგრძობენ ამაზე ფულის ხარჯვას. სენატში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანს ოპონენტებმა ჰკითხეს, რა გეგმები აქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებზე, მაგალითად კუბაში, რომლისთვისაც შეერთებულ შტატებს ემბარგო აქვს დაწესებული და რომელიც ითვლება მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. სენატორთა განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო ვენესუელაც, სადაც მართვის სადავეებთან ახლა დროებითი პრეზიდენტია. ყოფილი კი ამერიკულმა ძალებმა სულ რამდენიმე საათიანი სპეციალური ოპერაციის ფარგლებში 3 იანვარს აიყვანეს და მეუღლესთან ერთად ამერიკულ მართლმსაჯულებას გადასცეს. ვაშინგტონში ამ ნაბიჯს უწოდეს ვენესუელელი ხალხის გათავისუფლების ერთადერთი დარჩენილი გზა, რადგან როგორც ამბობენ, ნიკოლას მადურო მისთვის შეთავაზებულ არც ერთ ვარიანტს არ დათანხმდა. როდესაც რეჟიმის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, გულისხმობთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალის გამოყენებას, თუმცა ხშირად დამორჩილების სხვა მეთოდებსაც. არც კი ვამბობ, რომ ეს ყოველთვის არ არის ჩვენს ინტერესში. უბრალოდ ვამბობ, რომ არ გეკითხებით. ვამჯობინებდით თუ არა სხვა ხელისუფლებას. გეკითხებით. ცდილობთ თუ არა თავდასხმას მოქმედ რეჟიმზე. ეს კანონით არის გამტკიცებული. ჰემს-ბერტონის კანონის მიხედვით კუბაზე ამერიკული ემბარგო არის კანონმდებლობაში აღმოჩნილი. ემბარგოს მოხსნაზე აუცილებელია რეჟიმის შეცვლა. არაერთხელ ვეცადეთ დაგვერწმუნებინა მადურო ნებაყოფლობით წასულიყო. წინსვლის გზაზე ის წინაღობას წარმოადგენდა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ნავთობ ინდუსტრიის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა, ირანული, რუსული თუ ჩინური გავლენების შესუსტება. აქედან არაფრის შესრულება არ იყო შესაძლებელი, ვიდრე მადურო იყო ხელისუფლებაში. ამიტომ ეს იყო პრეზიდენტისათვის ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან ერთ-ერთი. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანის ძალაუფლებიდან ჩამოშორების ყველა სხვა რესურსი ამოიწურა. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ყველაფერი იქნება იდეალურად, თუმცა 20 წლის განმავლობაში პირველად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ვენესუელის ხელისუფლებასთან, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. პირველად 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ სერიოზულ მოლაპარაკებებს ირანული, ჩინური და რუსული გავლენების შესამცირებლად და ამოსაძირკვად. ამერიკულ მხარესთან გაუმჯობესებულ ურთიერთობას ადასტურებენ კარაკასშიც. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ შტატებთან აქტიური თანამშრომლობით შეძლებენ დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრას, მათ შორის საციცოცხლო აუცილებელი ენერგოსექტორის განვითარებას. განსხვავებული პოზიცია აქვს კოლუმბიის პრეზიდენტს გუსტავო პეტროს, რომელმაც დონალდ ტრამპს მოუწოდა ნიკოლას მადურო კვლავ ვენესუელაში დააბრუნოს და საჭიროების შემთხვევაში მას კარაკასის იურისდიქცია მაგებინოს პასუხი დანაშაულებრივ ქმედებებზე. კოლუმბიის პრეზიდენტი თვლის, რომ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციით ვაშინგტონმა ნიკოლას მადურო გაიტაცა და ხელში ჩაიგდო ქვეყნის სუვერენიტეტი. Bombardear a Caracas.